ქართული ოცნების დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი თავის პირად ინტერესებს აყენებს ქვეყნის ინტერესებზე, მაღლა ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ინფორმაციით აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა დადებითი დინამიკითაა, თუმცა ის კვლავ მართვით სუნთქვაზეა. აზახეთი ნავთობის გადასაზიდად ბაქოს უბსის მილსადენს კვლავ განიხილავს ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის თქმით, წელს 6 თვეში ამ მარშრუტით 750,000 ტონა ყაზახური ნავთობი გადაიზიდა. ნავთობი ძვირდება, ერთ კვირაში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 2,5%-აა გაზრდილი, ერთი ბარელი ბრენტის ფასი $69 აღწევს, WTI-ის ფასი კი $67 ფარგლებშია. საქართველოში თხილის ბაღები ხმება, ასოციაციის ინფორმაციით ბუჩქების უეცარი ხმობის პრობლემამ პიკს მიაღწია და ზოგიერთ ბაღებში ხმობის კოეფიციენტი 50%-საც აღწევს. შუადღემშვიდობის BMG-ის გუნდი წარმოგიდგენთ საქმის კურსს, რომელსაც ბექა ბაციკაძე გაუძღვება. თორნიკე რიჟვაძე თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში აინფორმაცია BMG-ის კლინიკაში დაუდასტურეს, მათი ცნობით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და პაციენტი მართვით სუნთქვაზეა. დამატებითი ინფორმაციის გაჟღერებისგან კლინიკაში ამ ეტაპზე თავს იკავებენ ცნობისათვის თორნიკე რიჟვაძემ დღეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის სახლში საგარეჯოში გავრცელებული ვერსიით შინაგან საქმეთა სამინისტროს თვითმკვლელობას სცადა, ის ცეცხლსროლი იარაღით გულის არეში ჭრილობით თავდაპირველად ჯეო ჰოსპიტალში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით არის აღძრული, ხოლო ცეცხლსროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი 238 მუხლით არის დაკავებული. Silk Road ჯგუფისა და Silknet-ის დამფუძნებელი ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი მისმა ინტერესების დამცველმა ირმა ჭკადუა მოინახულა, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მოგვიანებით მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავად გააკეთებს განცხადებას, სადაც პასუხი ყველა კითხვას გაეცემა. მისივე თქმით, მოხდა გაუთვალისწინებელი შეცდომა, დაკავებას არანაირი კავშირი პოლიტიკასთან არ აქვს. ცნობისათვის ბიზნესმენი Silk Road ჯგუფისა და Silknet-ის დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი 8 ივნისის საღამოს აეროპორტში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ბიზნესმენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს. უწყების ცნობით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამგზავრების ტერმინალში რამიშვილის ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რობინ დანიგანის თქმით, მაშინ როცა ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სუვერენიტეტის უდიდესი მხარდამჭერია იზოლაციისკენ გადადგმული ნაბიჯებით, შესაძლებელია იმის ვარაუდი, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი თავის პირად ინტერესებს აყენებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა. ამის თაობაზე რადიო თავისუფლებასთან მიცემულ ინტერვიუში საუბრობს რობინ დანიგანის თქმითვე, ამავე ინტერვიუში სასახელოს მიზეზებს, რის გამოც ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესებთან დაკავშირებით გაუჩნდა ეჭვი. I shouldn't speculate, but მე არ უნდა მივმართავდე სპეკულაციას, მაგრამ ვინაიდან მან ეს თავად თქვა, შემიძლია ვივარაუდო, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის პირად ინტერესებს აყენებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა და მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ მოვითხოვეთ მასთან შეხვედრა. ტრამპის ადმინისტრაციამ მოითხოვა, რომ მე მას შევხვედროდი და გადამეცა წერილი. მე მოვითხოვე მასთან შეხვედრა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, რომ გვემსჯელა, როგორ დაგვებრუნებიდა ჩვენი ურთიერთობა სწორ გზაზე და მან უარი განაცხადა. ამ უარის მის მიერ გამოცხადებული მიზეზი იყო ის, რომ ის სანქცირებულია. მე მგონია, რომ თუ კი ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერს არ სურს შეხვდეს ამერიკის ხელმძღვანელობას, ან მიიღოს გზავნილი ტრამპისგან, ის ფაქტობრივად თავის პირად ინტერესებს აყენებს ქართველი ხალხის ინტერესებზე მაღლა. ჩვეულებრივ ამაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა თავად თქვა ამის შესახებ. ქართული ოცნების ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა წერილი ტრამპის ადმინისტრაციისთვის. პირადი წერილი. ეს არ არის საჯარო წერილი, რომელიც გულწრფელად გეტყვით. იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში. უკიდურესად ცუდად. ამიტომ დაგვჭირდა გარკვეული დრო პასუხის მოსაფიქრებლად. ეს მართალია. და ვფიქრობ, გარკვეული დრო დაგვჭირდა, იმიტომ, რომ ხალხი ძალიან გაოცებული იყო ასეთი წერილის
ოპერაციის გამოგზავნით ერთი ქვეყნის ხელისუფლების მიერ ჩემი ქვეყნისთვის. ამასობაში სანამ ჩვენს პასუხზე ვფიქრობდით, პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნა ღია წერილი და მაშინ მე მივედი პრემიერ-მინისტრთან და ვუთხარი, რომ მაქვს პასუხი სახელმწიფო მდივან რუბიოსგან, რომელმაც მთხოვა, რომ ის ბიძინა ივანიშვილს გადავცე. ბიძინა ივანიშვილმა თქვა არა, პრემიერ-მინისტრს ნებისმიერ დროს სიამოვნებით შევხვდები. ცალკე მას არ უთხოვია ჩემთან შეხვედრა, მაგრამ მე მითხრეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ეს წერილი გადამეცა პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის და მან თქვა არა. ჩემთვის არ უთხოვიათ, რომ ის პრემიერ-მინისტრისთვის მიმეცა. ამერიკას საქართველოსგან, ქართული ოცნებისგან, რაც ყოველთვის სურს, ეს არის პარტნიორობის ერთად შეგნება ორმხრივად სასარგებლო გზით. მე აქ ჩამოვედი სრულიად განწყობილი, რომ ეს მეკეთებინა ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც აირჩია ქართულმა ხალხმა და როცა მე ჩამოვედი, ეს იყო ქართული ოცნება. სიამოვნებით გავაგრძელებდი ამის კეთებას, თუმცა სამწუხაროდ მთავრობის მოქმედებებმა ეს ძალიან გაართულა. უსაქმურების შემცირება იქნება სახელმწიფოში, თურმე ქვეყანაში ბევრი უსაქმური ყოფილა, ეს ვიცოდით, მაგრამ საინტერესო იყო, ცუდი არ იყო, პროგრამული თემები არ ყოფილა. აღნიშნული განცხადება თემურ ჭყონიამ რამდენიმე დღის წინ პრემიერთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. მისივე თქმით, ასეთ შეხვედრაზე, გეგმებსა და სტრატეგიაზე არ საუბრობენ, ეს იყო უბრალოდ შეხვედრა, რაც ბიზნეს მოტივაციას აძლევს, აღნიშნა ჭყონიამ. საინტერესო იყო, რომ როგორ გავახმოვრო არ ვიცი, იმის შეიძლება ხერხულია, მაგრამ ოპტიმიზაცია იქნება, უსაქმურების შემცირება იქნება, სახელმწიფოში ბევრი უსაქმური ყოფილა. ხო, აქ ვიცოდით, მაგრამ ეხლა ხდება მათი შემცირება. საინტერესო იყო, ცუდი არ იყო. რა ფორმით მოხდება კადრების ოპტიმიზაცია, რა პრინციპებს და მოტივებს უნდა ეფუძნებოდეს სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტიანობის ზრდა და ხარჯების შემცირება. თემსკეილის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი მიხეილ კუკავა გვერდება პირდაპირ ეთერში. ბატონო მიხეილ, მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის. მოგესალმებით. პირველ რიგში კადრების ოპტიმიზაციის ნაწილით მინდა დავიწყო, არ ვიცი თქვენ სურთ თუ არა გამოეხმაუროთ დღეს დილით მომხდარ ფაქტს, თუმცა მინდა შემდეგ კადრების ოპტიმიზაციის ნაწილზე გადავიდე. განცხადებები, რომელიც ბიზნესმა გააკეთა, განცხადებები, რომელიც მთავრობის მხრიდანაც გააკეთა, რამდენად გიტოვებთ, ასე თქვა, შეგრძნებას, რომ რეალურ ოპტიმიზაციაზე გეგმავს მთავრობა მუშაობას. ბექა ჩვენ წლების მანძილზე საუბრობდით თქვენი და სხვა ეთერებით იმის შესახებ, რომ მთავრობის ზომა იმდენად იზრდება, რომ ამის ზიდვა ეკონომიკას აღარ შეუძლია და აი ახლა ჩვენ დავინახეთ უკვე 2025 წელს სრულიად აშკარა ნიშნები, რომ ვერ სრულდება შემოსავლების გეგმა და ამ ფონზე კიდევ უფრო აქტუალური გახდა სავარაუდოდ მთავრობისთვის გამოთავისუფლება აი ამ ხარჯების და დაზოგვა ფულის. ჩვენ ვხედავთ, რომ 2025 წელს 3 მილიარდს გადააჭარბა მხოლოდ ცენტრალური მთავრობის შრომის ანაზღაურებამ. ეს არ არის თლიანი ადმინისტრაციული ხარჯი, ამას ემატება კიდევ საქონელი და მომსახურება და ამას ემატება ადგილობრივი მთავრობის შრომის ანაზღაურება და თავისუფლად შეიძლება ეს აწდეს 4 მილიარდს, რაც უკვე იმდენად დიდი ტვირთია ბიუჯეტისთვის, რომ ამის ზიდვა აღარ შეიძლება და აღარ მართლა შეუძლია ეკონომიკას და აი ახლა ამ ფონზე, როდესაც შემოსავლები მცირდება, მთავრობამ დაიწყო ამის კეთება. დიახ, როგორ იქნება ეფექტიანი, როგორ შეიძლება რომ ამ კეთების პროცესში რეალურად რაღაც მიზნებისთვის არაფერი გაფუჭდეს, ასე ვთქვათ, რა შეიძლება საზოგადოებამ, როგორ შეიძლება ამას ყურადღება მიაქციოს. მოკეთ, როგორ უნდა გააკეთოს ეს მთავრობა ეფექტიანი. ჩვენ სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზეც ვაუბრობდით და ამას, ვიცი, ყველა საერთაშორისო ინსტიტუტიც მიუთითებდა, მათ შორის მთავრობას, მაგრამ ეს რეფორმაც ტემპით მიდის თქო, ხა ამას ვერ ვიტყვით საერთოდ. რეფორმა მიდის სახელმწიფო საწარმოების, მაგრამ ეს არის ნახევარზომები, ჩვენ წლების მანძილზე ამაზე საუბრობდით. მოხდა გადაიდგა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არ გადადგმულა და ეს არის ის, რომ სახელმწიფომ ხელი დაიცალოს აი ამ ტოქსიკური აქტივებისგან და არა რეფორმა თქვა გაატარეს, არამედ
უმთავრესი რეფორმა სახელმწიფო საწარმოების არის მათი პრივატიზაცია დიახ. ან მათგან ხელის დაცვა, იმიტომ რომ გამონაკლისები ერთადერთი გამონაკლისის გარდა რაც არის ნავთობის და გაზის კორპორაცია ჩვენ ვხედავთ რამდენად არაეფექტიანია სახელმწიფოს მიერ აი ამ სახელმწიფო საწარმოების თრევა წლიდან წლამდე და ესეც არის ესეთი ნახევარზომა ჯობს სულ არაფერს რა თქმა უნდა ჯობს აი შემცირება მაგრამ უმთავრესი არის ის რომ სახელმწიფომ ხელი დაიცავოს ამ აქტივებისგან რომელსაც ვერ მართავს და რასაც ჭირდება კერძო ხელი. მათ შორის ჩამოაშორებს ალბათ თუ განკერძოება მოხდება, ჩამოაშორებს იმ ნაწილსაც, რაც კადრების ოპტიმიზაციას უკავშირდება, ამას შემდეგ კერძო სექტორი თავად მიხედავდა სახელმწიფო საწარმოების ნაწილში, როცა ისინი კერძო იქნებოდა. ალბათ ეს ნაწილიც მთავრობას რაღაცნაირად ჩამოშორდება, ხო? რა თქმა უნდა და ეს ყველა სახელმწიფო საწარმოს პრივატიზება არ არის ერთნაირად მარტივი, არც ერთის არ არის მარტივი, მაგრამ გაცილებით უფრო რთულია, მაგალითად რკინიგზის, ან მთლიანად პრივატიზება, სახელმწიფო ელექტროსისტემის და სხვა საწარმოების, აი ამ შემთხვევაშიც არის ძალიან კარგი გამოცდილება, რომელზეც წლების მანძილზე ვსაუბრობდით, აქ შეიძლება ნაწილობრივ ვთქვათ ამ აქტივების ნაწილის პრივატიზაციას მიმართოს სახელმწიფომ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა იმ თავარ თემას რომ არ ავწდეთ, რაც არის საჯარო მოხელეთა შემცირება და ისინი საჯარო მოხელეები არიან, ხომ, სახელმწიფო საწარმოების თანამშრომლები. ეს არის დაგვიანებული ნაბიჯი, ჯობს გვიან ხალხია ვიდრე არასდროს. თუ მთავრობას მართლა უნდა ის რომ ეკონომიკას არ დააწვეს და მაკროეკონომიკაში ცნობილია რომ მთავრობის ზომა ახდენს ინვესტიციების გამოდევნას და რა პირობებში ახდენს ესეც ძალიან კარგად არის ცნობილი და აი თუ მთავრობას უნდა რომ მართლა ისტორიული ნაბიჯი გადადგას ეს იქნება ის რომ აი ეს 117,000 საჯარო მოხელე რაც არის ცენტრალურ მთავრობაში დასაქმებული ვთქვათ მნიშვნელოვნად შეამციროს იმიტომ რომ აი ბატონო მიხეილ თქვენ რესურსს ასე ვთქვათ შემცირების უფრო ხედავთ ცენტრალურ მთავრობაში დასაქმებული ადამიანების თუ ეს იქნება თვითმმართველობების იპები აიპები მათ შორის ანუ სად ხედავთ მეტ რესურსს ასე ვთქვათ იმის რომ საჯარო მოხელეების რაოდენობა შემცირდეს დანახარჯები შემცირდეს და ეფექტიანობა ამასობაში გაიზარდოს. მიზანიც ეს უნდა იყოს საბოლოო ჯამში, გარდა კადრების ხარჯების შემცირების. ბექა ორივეგან ადგილობრივ თვითმმართველობაში რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სიპებში ჩვენ ვიცით წლიდან წლამდე არიან დასაქმებული ადამიანები, რომლებმაც არც კი იციან სად არიან დასაქმებული და ამაზე სულ საუბრობდით და ასე ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრალური მთავრობის შრომის ანაზღაურება 2020 წელთან შედარებით იზრდება 100% და ჩვენ ადრეც დაგვისვამს თქვენი ეთერით ეს კითხვა რას აკეთებს მთავრობა იწევს 5 წლის თავზე ანუ 100%-ით მეც რას აკეთებს მთავრობა რასაც 2020 წელს არ აკეთებდა და ანუ გაიზარდა წარმოგიდგენთ 100%-ით იყო 1,5 მილიარდი მხოლოდ ცენტრალურ მთავრობაში და გაიზარდა 3 მილიარდამდე მხოლოდ შრომის ანაზღაურება და ესეც არ არის კიდევ შევახსენებ მაყურებელს არ არის მთლიანი ადმინისტრაციული ხარჯი. ეს ფული აკლდება იმ პროექტებს, რამაც ქვეყნის საშუალო და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა უნდა უზრუნველყოს და დღეს ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ კარგავთ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, რაც იცით, რომ მცირდება 2020-ში და 2024-ში წინა პერიოდთან შედარებით და ასე 25-შიც და ჩვენ კარგავთ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, რომლებიც არ კეთდება იმის გამო, რომ ქვეყანაში არის უამრავი ინფრასტრუქტურული პრობლემა. და არის ასევე ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემები. აი ჩვენ ამ ყველაფერს ვაკლებთ, აი იმას, რამაც უნდა უზრუნველყოს ამ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარება და 60 მილიონის დაზოგვა კი არა.
რაც არის ძალიან მცირე ნაწილი ამ შრომის ანაზღაურებს. 60 მილიონი წარმოიდგინეთ შევადაროთ ახლა თქვა 3 მილიარდს. ეს არის უმცირესი ნაწილი. და ანუ რეალური ნაბიჯი იქნება ის, რომ ეს 3 მილიარდი ჩამოვიდეს სულ მცირე მილიარდ ნახევრამდე და ეს მილიარდ ნახევარიც არაერთი შეფასებით იყო ძალიან ბევრი. ანუ ეს მილიარდ ნახევარიც იყო ის რისი ეკონომიკის მიერ ზიდვის შესახებ იყო არაერთი კითხვა და ხა წარმოიდგინეთ 3 მილიარდია უკვე შრომის ანაზღაურება, ამას დაემატება სულ მცირე ალბათ მილიარდი ადგილობრივ მთავრობებს მივამატებთ, ამას კიდე მივუმატოთ სხვა ადმინისტრაციული ხარჯები და ვნახავთ რომ მართლა ესეთი იუნეული ნაბიჯია გადასადგმელი მთავრობას. კი ბატონო. ბატონო მიხეილ, და რისკების ნაწილს მინდა კითხოთ, ნაწილობრივ ახსენე, კადრების ოპტიმიზაციას რაღაც თანხლები რისკები შეიძლება კონდეს. მათ შორის ერთ-ერთი რეალური ოპტიმიზაციაა თუ შერჩევითად ხდება, ასე ვთქვათ, კადრების გათავისუფლება სამსახურებიდან. ანუ ამ რისკებს რამდენად ხედავთ და თქვენ როგორ აფასებთ აი ამ რისკების წონას მიმდინარე მდგომარეობიდან გამომდინარე ქვეყანაში? ჩვენ ვიცით არაერთი შემთხვევა ბექადიახ არაერთ სამინისტროში აი ამ შერჩევითად გათავისუფლების, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების, საჯარო მოხელეების პოზიციის გამო, თუმცა აქ საუბარია ბევრად უფრო მასშტაბურ ცვლილებებზე და შემცირებაზე. მათი ამ საჯარო მოხელეების რიცხვი შეზღუდულია, ვერ ვიტყვით რომ ეს არის 10,000-ობით საჯარო მოხელე, რომელიც გაუშვეს ხომ და ამ დროს შესამცირებელია სწორედ 10,000-ობით ადამიანი. იმიტომ რომ ეს რისკი რა თქმა უნდა არის, რომ შემცირების ახალ ტალღაში მოყვნენ ის კიდევ უფრო მეტი საჯარო მოხელე მოხდეს, ვინც არ ეთანხმება დასავლეთისგან იზოლაციის არსებულ პოლიტიკას და ევროინტეგრაციის ერთგული რჩება და ჩვენ ასევე ვნახეთ არაერთი ელჩი ხომ, ანუ არა მხოლოდ ვთქვათ საშუალო და დაბალი რანგის საჯარო მოხელეები, არამედ ელჩები, რომლებმაც დატოვეს თანამდებობები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა არის იმის რისკი, რომ ამ ახალ ტალღაში მოყვნენ ვთქვათ ეს ადამიანებიც, მაგრამ ამის რისკი ვთქვათ არის ვერ ვიტყვით რომ ეს ესეთი ძალიან სერიოზული რისკია, იმიტომ რომ ის ვინც დასათავისუფლებელი იყო უკვე გაუშვა მათი უმრავლესობა მთავრობამ, ეხლა არის გადასადგმელი ნაბიჯი, ძალიან მტკივნეული ნაბიჯი, როდესაც უნდა შემცირდეს მთლიანად საჯარო სექტორის ზომა და თუ მთავრობა ხედავს და იქნება ის შემოსავლების და ის კლება რაც გონდა ამ წელს იქნება ამის ტრიგერი, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან კარგი და მართლა ისტორიული ნაბიჯი. ბატონო მიხეილ, მინიმუმ რა ტიპის შეღავათი, ასე ვთქვათ, ტვირთი უნდა მოაცილოს ბიუჯეტს ამ ოპტიმიზაციამ, ანუ 60 მილიონი ახსენეთ და ნუ შემდეგ 50% შემცირება, ხო, დაახლოებით მილიარდ ნახევრამდე, მაგრამ აი მინიმუმ რა შემცირება უნდა იყოს, რომ უწოდოთ ამას, ასე ვთქვათ, ჯანსაღი პროცესი ოპტიმიზაციისა. მინიმუმ უნდა ჩამოვიდეს იმ დონეზე, სადაც იყო 2020 წელს, ამ მე შემთხვევით არ გამიხსენები ეს მილიარდ ნახევარი. აი ამ სწორედ ამ დროს, როდესაც გაიზარდა ეს უბრალოდ 2020 წელს ეს ანაზღაურება წინა პერიოდთან შედარებით, ხომ აი მაშინ უბრალოდ თქვენი ეთერით ვამბობდით, რომ ეს არის ის ტვირთი, რომელსაც ვეღარ ზიდავს ეკონომიკა, რომელსაც აი სულ ვიმეორებთ ხოლმე, ხო? და სულ მცირეს უნდა ჩამოვიდეს მილიარდ ნახევარზე. იმიტომ რომ ამ ქვეყანას აქვს ისეთი როგორც ამბობენ ხოლმე, გაჯიუტებული ინფრასტრუქტურული პრობლემები, ანუ რომელიც მოუყვება წლიდან წლამდე და რაც ითხოვს უზარმაზარ ინვესტიციას, რომლის გარეშე ჩვენ კარგავთ
თამამად შეიძლება ითქვას, აი თამამად შეიძლება ითქვას 100 მილიონობით დოლარის ინვესტიციას, რომელიც სხვა თანაბარ პირობებში, სხვა შემთხვევაში ამ ქვეყანაში შემოვიდა. ხო, საინვესტიციო კუთხით რისკების ნაკლებობას არც ისე უჩივით და შესაბამისად ეს დამატებითი რისკები და შემოფერხებელი ფაქტორები, რა თქმა უნდა, მეტ პრობლემას ქმნის. ბატონო მიხეილ, მადლობა თქვენი ჩართვისთვის, თქვენი დროისთვის, საინტერესო აურისთვის. მიხეილ კუკავა იყო ჩვენთან ერთად, STEM Scale-ის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი. ვემშვიდობებით მას და მასთან ერთად უნდა დავასრულოთ საქმის კურსის გამოშვება 17 საათს და 40 წუთზე დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში. დროებით.